სიმძიმე მეფობისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მისივე შვილი მოსაყდრეთ დამსვა მეფემა. პირველი ქალი მემკვიდრე ქართველთა მეფის ტახტისა. თავიდან ვერავის წარმომიდგინა ვითა მეფე ქართველთა. თურმე ეგონა გარემოცვასა, თამარი იქნება მანამ შეერთავს ქმარსაო. ეგონათ ქართველთა მეფე გიორგი მეფის სიძე იქნებაო. თურმე შეუდგნენ საკადრისი სასიძოს ძებნასა. ქართველთა შორის ბევრსა. ვინ იცოდა წესი მეფეთა შერთვისა მეზობელ და მეკავშირე ქვეყნის უფლისწულთა შორის ეძებდა სასიძოსა. თამარის საქმროს ძიება გახდა მთავარი საზრუნავი ქართველ დიდგვაროვანთა და დიდვეზირთა. ყველას თავისივე შერჩეული უფლისწული მიაჩნდა ვითა საკადრისი საქმრო მეფე თამარისა. ეგონათ ადვილად მივცემდი პირობასა. ვიყავი ქალი, მეფე ქართველთა. ვიცოდი მათი გამორჩევა მაიძულებდა მათივე ნებასა. ვითა მეფე ვერ დაუყვებოდი ვეზირთა ნებასა. უარსა ვიყავი. ადრე მეგონა. არ მქონდა დრო შერთვის ფიქრისა. მინდოდა დავკვირვებოდი. ამეწონა. მერე გამომერჩია ქმარი. დამამძიმა ამბოხმა, დასრულდა ყუთლუ არსლანის კარავი. მისივე დასი. მეგონა შემოვირიგე აზრი დაკარგა ამბოხმა, ბოლომდე არავინ იჯერებდა იმათ პირობასა. ამბობდნენ, დროს არჩევენო. ისევ დაიწყებდნენ ამბოხსაო. დროს სამეფო საქმეთა გამორკვევასა და მათივე გადაწყვეტასა ვახარჯავდი. მოკვდა მამა, მეფე გიორგი. სამეფო საქმეთა სიმძიმე მე ვიტვირთე. თავიდან ბევრად ადვილი მეჩვენა. მეგონა მთავარი დავალებაა მეფისა. ყველამ თავისივე ადგილი იცოდა, ქვეშევრდომნი პირნათლად ასრულებდნენ მეფის ბრძანებასა. მერე ვიწვნიე ჩემივე თავსა, ვიხილე ჩემივე თვალითა. ქართველთა შური და გაუტანლობა, ქიშპი და სიხარბე. ყველას თავისი საზომი მახე ჰქონდა დაგებული. მეფისა და სამეფოს ორგულობას და ფიცის გატეხას არ თვლიდნენ საზრახისად. ფრთხილად ავწონე. ვითა გონიერმა ქალმა გავზომე საფრთხე ვერაგობისა. თვითონვე დავიწყე მართვა ქართველთა სამეფოსა. ჯერ დავუყვავე მე ამბოხეთა და მათთა დამქაშთა. მერე მივუგზავნე მათივე მომხრე ქალები, კრავაი ჯაყელი, დედა რატისურამელისა. ხუაშაკ ცოქალი ქვრივი ივანე ორბელისა, დედა თეკლასი, დემნას ცოლისა, შაოსანი ქალი ვანენი და პოეტისა. იმათ შევუთვალე, თვითონ ქალი ვარ. მოვლენ ქალები ვითა ელჩები მეფისა. მინდა თქვენი შემორიგება, პირობა მივეცი არავინ დაისჯება თქო. თქვენი გონიერება მჭირდება, მინდა ბევრად კარგი სამეფო გქონდეს თქო. ქალთა მისვლამ დაარწმუნა ყველანი, მათი ამბოხი განწირული იყო. მერე ყველა მოვიდა. სათითაოდ ითხოვა პატიება პირველი ქალი მეფისა. დავიცავი ჩემივე პირობა. მათგან ბევრმა დიდი სამსახური გაუწია სამეფოსა. ზოგმა მიმართა ძველ ვერაგობასა,